დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანს გაუგეა ერთხელ მაინც ის მითი, რომ რუსეთი ომში არასდროს არ დამარცხებულა. რაც რა თქმა უნდა ტყუილია. დაახლოებით 15 მასშტაბურ ომში დამარცხდა რუსეთი და ამა თუ იმ პერიოდში ჩვენ ვისაუბრებთ ამ ყოველ მათგანზე. მაგრამ დღეს მე მინდა შევეხო ერთ იმ საკვანძო ომს, რომელმაც სრულიად შეცვალა რუსეთის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ხასიათი. და ეს ომი არის ლივონის ორდენის ომი. ეს ომი მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ, ეს არის მე-16 საუკუნის კონფლიქტი, 1558 წელს დაწყებული კონფლიქტი, მაგრამ მან და მისმა შედეგებმა პრაქტიკულად განსაზღვრა მოგვიანებით როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის გარკვეულწილად ბედი, ასევე რა თქმა უნდა ის ფსიქიკა და ის პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ნარჩენი, რომელიც რუსეთის პოლიტიკაში დღეს ძალიან დიდ როლს თამაშობს. თავად ლივონის ორდენი გახდათ ტევტონთა ორდენის ნარჩენი თუ სამართალმემკვიდრე ბალტიისპირეთში. კონკრეტულად კი ლატვიასა და ესტონეთის ტერიტორიაზე. საინტერესო არის ის, რომ ისინი რკინის ხელით მართავდნენ ამ ტერიტორიას, ჰქონდათ საკმაოდ დიდი ფინანსური შემოსავლები. ძალიან დიდი, იმიტომ რომ აქ გადიოდა მთელი სავაჭრო გზები. როგორც საზღვაო, ისე გარკვეულწილად სახმელეთოც, მაგრამ განსაკუთრებით საზღვაო გზები და ისეთი ქალაქები, როგორებიც იყო მაგალითად ტალინი ან რიგა, წარმოადგენდა ერთ-ერთ საკვანძო სავაჭრო ცენტრებს. სწორედ რუსეთი, რომელიც აი ამ პერიოდში არის საკმაოდ მოძლიერებული, ივანე მრისხანის პერიოდია და ის უკვე ახერხებს ერთის მხრივ ასტრახანის, ხოლო მეორეს მხრივ ყაზანის დამორჩილებას, ის ხვდება, რომ ახლა უკვე მას აქვს კარტ ბლანში და ფიქრობს, რომ შეუძლია წაიწიოს წინ და გავიდეს ბალტიის ზღვაზე. მაგრამ ეს ვერ თვალისწინებს ერთ ძალიან მარტივ საკვანძო საკითხს. რომ შეიძლება თავად ლივონის ორდენი არის სუსტი სახელმწიფო და ძლივს აკონტროლებს ტერიტორიებს და გეტყვით რატომაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარია, გეტყვით რატომაც, მაგრამ ეს ვერ თვალისწინებს იმას, რომ აქ სამეზობლო, როგორიც შეიძლება იყოს პოლონეთ-ლიტვის გაერთიანება, რომელსაც მოგვიანებით უფრო მყარი გაერთიანება ყალიბდება აქ რეჩპოშპოლიტას სახით, ასევე ვერ თვალისწინებს ის შვედეთის ფაქტორს. და აქვე გვაქვს ჩვენ დანია, როგორც საკმაოდ ძლიერი საზღვაო ძალა. და საერთაშორისო ურთიერთობებში ცნობილი საკითხია, რომ არსებობს ძალთა ბალანსის ცნება. და თუ კი ერთი სახელმწიფო ძალიან ძლიერდება სამეზობლოში, ძალიან მარტივად ხსნი, მაგრამ თუ კი ერთი სახელმწიფო ძალიან ძლიერდება სამეზობლოში, სხვა მეზობლები, რომლებიც ასევე ძლიერები არიან, შიშობენ, რომ ამ ერთი გაძლიერებისკენ მიმართული სახელმწიფოს მხრიდან მოგვიანებით მათაც დაემუქრებათ საფრთხე, ამიტომაც მანამ უნდა გააჩერონ ის, სანამ მერე გვიან არ იქნება. სწორედაც აი აქ მოვდივარ ჩვენ ლივონის ორდენზე. ლივონის ორდენი არის ვიმეორებ ეკონომიკურად ძალიან მდიდარი, მაგრამ რელიგიური დაპირისპირებები უკვე ევროპაში დაწყებულია. შეგახსენებთ არის მე-16 საუკუნე და პრაქტიკულად ბოლო 40 წელიწადი მძვინვარებს რელიგიური დაპირისპირება, განსაკუთრებით კი ბოლო 20 წელიწადი მძვინვარებს რელიგიური დაპირისპირება და ეს შეეხო რა თქმა უნდა ლივონის ორდენსაც, რომელიც იყო საეკლესიო ორდენი. და მეორე საკითხი ძალიან მძიმე არის ის, რომ რაინდები არიან ბებრები და ახალი შევსება, ანუ ახალი რეკრუტირება თითქმის აღარ ხდება ამ ტერიტორიაზე და მათ შორის ფრაქციონიზმი, ანუ ურთიერთკავშირი ამ პატარა სახელმწიფოებს შორის თუ ქალაქ სახელმწიფოებს შორის უშუალოდ ლივონის ორდენის შიგნით არის შედარებით დასუსტებული. ამიტომაც ლივონის ორდენს, როდესაც რუსეთი უცხადებს ომს, მიზეზი არის სასწაული. ამ შემთხვევაში ივანე მრისხანი ითხოვს რამდენიმე 100 წლეულის უკან, შეიძლება უფრო სწორი ესე იყოს. რამდენიმე 100 წლეულის უკან, უფრო სწორად კი 150-160 წლის წინანდელ კონკრეტულ შეთანხმებას ხარკის შესახებ. და ის ამბობს, რომ ეს ხარკი გადამიხადე. და ლივონის ორდენს ეს ხარკი არ გადაუხდია, მანამდე უკვე რამდენიმე 100 წლეულია. ლამის ნახევარი საუკუნე აღარ გადაუხდია და ის ამბობს, რომ რა ხარკზეა ლაპარაკი, ხო? ვერ აგროვებს ის ხარკს და რუსეთი გადადის შეტევაზე. როგორც რუსეთი გადადის შეტევაზე, პირველი რამდენიმე წელი, განსაკუთრებით 2 წელი არის სრულიად წარმატებული და სრულიად ესე ვთქვათ, მართლაც მიზანს აღწევს ლამის რუსეთი. და თითქმის იკავებს მთელი ლივონის ორდენის ტერიტორიას. აქ სწორედ ლივონის ორდენის მაგისტრი იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაშალოს ორდენი, მოახდინოს მისი სეკულარიზაცია, ანუ საერო სახე მისცეს მას და შეუერთდეს პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებას. და მიიღოს, რა თქმა უნდა, სამთავრო სტატუსი უკვე კურლანდიაში და გახდეს საერო მთავარი. ეს არის მისი ძალიან მარტივი, პრიმიტიული, მაგრამ ჭკვიანური გათვლა. რაც ნიშნავს იმას, რომ პოლონეთი და ლიტვა უკვე ავტომატურად ომში ებმევა. ისევე როგორც შვედეთი ომში ებმევა,
რომელსაც ჩრდილოეთის ტერიტორიების სურს, განსაკუთრებით კი აი ტალინის შემოგარენი ტერიტორიების სურს მას ძალიან ძვირფასი სავაჭრო თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ჩდება დანიაც, რომელიც უბრალოდ ყიდულობს კუნძულებს. ლივონიის ორდენის ეკან ყიდულობს და ცდილობს რაღაც დონეზე დააბალანსოს ამ შემთხვევაში შვედეთიც და პოლონეთიც და რაღაც ვაჭრობს რუსეთთანაც ცდილობს იპოვოს საერთო ენა და რაღაც კონფლიქტში ყოველთვის ცვალებადი ხასიათი ჰქონდა მას. აი ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საკითხი ახლა რაც მოსდევს ამ პროცესებს. რუსეთს ჰქონდა ძალიან დიდი თვითრწმენა, რომ მას ვერავინ ვერ შეაჩერებდა, მას ჰქონდა თითქოს რიცხოვნული უპირატესობა და შესაბამისად ის მოიგებდა ყველაფერს. მაგრამ ესე არ არის. ამ ომში აღმოჩნდა ის პირველი რეალობა, რომელსაც რუსეთი შეეჯახა ძალიან მალე. ეს იყო ტექნოლოგიური ჩამორჩენა. იმდენად მძიმე იყო რუსეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე მცირე დანაყოფებით ლიტველები ამარცხებენ რუსებს. შემდეგ შვედები აკეთებენ და შემდეგ უკვე როგორც პოლონეთ-ლიტვის გაერთიანება თითქმის მთლიანად ანადგურებს რუსულ არმიას. მეორე საკითხი რაც იყო ეს არის კორუფცია. კორუფციის საკითხი რუსეთში სულ იყო და ოქროს ურდოს დაშლიდან გამომდინარე და მას შემდეგ პრაქტიკულად კორუფცია კიდევ უფრო მეტად გამყარდა რუსეთთან მიმართებით. და აქ შემოდის კიდევ ერთი ფაქტორი. ეს ფაქტორი თავად არის ლიდერობა. ანუ ვინ ვის მართავდა. ყველაზე საინტერესო სწორედ ეს გახლავთ ის, რომ პოლონეთში ცდილობენ აი ეს მაქსიმალურად ხელშეწყობა ყოფილიყო განსაკუთრებით ნიჭიერი სარდლებისა და განსაკუთრებით ნიჭიერი პრინცების დაწინაურებისათვის, ხო? ანუ ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს და როდესაც ისინი ტრანსილვანიიდან სტეფან ბათორის იწვევენ და ხდება ის ქვეყნის მთავარსარდალი ხელმძღვანელი, სრულად ისვლება გარემო. ბათორი არა მხოლოდ ამარცხებს რამდენჯერმე რუსეთს, შემოჭრილ რუსეთს ლივონიის ტერიტორიაზე, არამედ თავად გადადის შეტევაზე, ალყას დაარტყავს ის ფსკოვს და ფსკოვი არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი და უძვირფასესი ქალაქი მაშინდელ პერიოდში და პანიკა მოიცავს ყველაფერს, იქნება დიდი ქაოსი, საბოლოო ჯამში გადარჩება ფსკოვი, მაგრამ პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური დარტყმა არის ძალიან დიდი. და ეს კიდეც იკვეთება იმ ფონზე, რომ კიდევ ერთი ომი ხდება რუსეთის ირგვლივ, აი სწორედ ამ ფონზე, მისი დასუსტების ფონზე და შეტევაზე გადადის უკვე ამჯერად ყირიმის სახანო. ყირიმის სახანო არა მხოლოდ შეტევაზე გადადის რაღაც პერიფერიებში, არამედ მოსკოვს გადაწვავს ყირიმის სახანო, დაატყვევებს ასობით თუ ათასობით რუსს და წაასხამს ისინი ყირიმის სახანო მათ ტყვედ, ბახჩისარაიში, ყირიმის ტერიტორიაზე. ანუ ეს კიდევ ერთი დიდი მარცხი დადგა მისთვის. არა ბრძოლაში, არამედ ომში მარცხდება, ხო, საბოლოო ჯამში ეს მარბეველი ძალიან მძიმე, ესე ვთქვათ, არმიასთან ყირიმელებთან. როდესაც უკვე ლივონიაზე მიდგება საქმე, ლივონიაში სიტუაცია კარდინალურად იცვლება და პრაქტიკულად უკვე შიგნით რუსეთში კითხვები ჩნდება, რომ ამ ომის მოგება შეიძლება თუ არა საერთოდ. და აქვე ჩვენ ხედავთ, რომ არის ესეთი ფიგურა ანდრეი კურბსკი, რომელიც კითხებს სვამს, რომ სამხედრო ეს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა არის ამ ყველაფერში და კითხავს სვამს, რომ რამდენად ადეკვატური ბრძანებები მოდის ზოგადად მოსკოვიდან. ივანე მრისხანის პერიოდიდან და ივანე მრისხანი სხვადასხვა აი ამ ზუსტად ამ მომენტში იწყებს ძალიან სერიოზულ შიდა სამხედრო პოლიტიკურ წმენდას. და სამხედრო პოლიტიკური წმენდა ეხება პირველ რიგში, როგორც ბოიარებს, ამ შემთხვევაში ფეოდალებზე მაქვს საუბარი, პოლიტიკურ ლიდერებზე მაქვს საუბარი, ასევე სამხედრო ძალებს. ის ქირაობს კრიმინალებს, აი პირდაპირ მნიშვნელობით კრიმინალებს, ოპრიჩნიკებს. და ეუბნება, რომ თქვენ გახართ კანონზე მაღლა. შეგიძლიათ მოკლათ ვინც გინდათ, დაატყოვოთ ვინც გინდათ, აწამოთ ვინც გინდათ და სხვადასხვა თუ კი ჩვენ აი რაღაც დონეზე წარმოვიდგენთ, ეს ისეთ სისასტიკეს აღწევს ოპრიჩნიკების ქმედება, რომ მასზე ზოგიერთი წყარო ცენზორითაც კი საუბრობს, ანუ ცდილობს რაღაც არ ილაპარაკობს რა, საუბარი არის ადამიანების ცოცხლად, ესე ვთქვათ, წამებაზე და მერე სპეციალად დაგეშილი ცხოველების მხრიდან მათ ჭამაზე, ცოცხალ ადამიანებზე მაქვს საუბარი. წარმოუდგენელი რაღაცები ხდებოდა რუსეთში. სწორედ ამ პერიოდში, ივანე მრისხანის პერიოდში, ხო? და ივანე მრისხანი პარანოიკია, ხდება რომში ვეღარ იგებს და კურბსკი აი ჩემი მიერ ნახსენები ეს ძალიან ცნობილი სამხედრო ლიდერი გარბის რუსეთიდან და გარბის პოლონეთში. მეუბნება რომ მე თქვენკენ გადმოვალ, ოღონდ ეხა იქ რაც ხდება არის ასწაული, მე თქვენკენ გადმოვალ.
ეს სრულიად ცვლის უკვე ომის ხასიათს, ისედაც დამარცხებისკენ მიმავალი რუსეთი ომში სრულიად იფიტება და ომში კატასტროფულად მარცხდება. ის მთლიანად თმობს თავის ეს ამბიციებს, რომელიც ბალტიისპირეთისკენ ჰქონდა მიმართული, ის კი არა თავის ტერიტორიებსაც კი, ნაწილსაც კი ფლობს, რომელიც მანამდეც კი ჰქონდა, ასე ვთქვათ, ომამდე დაკავებული და ივანე მრისხანე პარანოია იღებს პრაქტიკულად სიგიჟის სრულ მასშტაბის ხასიათს და ის საკუთარ შვილსაც კი კლავს. საკუთარ შვილს კლავს, რის გამოც რუსეთში შემდგომში ხანგრძლივი ქაოსი, ხანგრძლივი უბედურება იწყება. რაც რუსულ ესე თქვათ ეს ფსიქიკაში ძალიან მძიმედ არის დალექილი, ხო? და თუ კი ჩვენ შევადარებთ უკვე ამის შედეგებს ევროპისათვის. ევროპამ დაინახა რომ ბალტიისპირეთის კონტროლი მისთვის იყო კრიტიკული მნიშვნელობის და ამასთანავე თუ კი ბალტიისპირეთი დაიკარგებოდა, რაც მოგვიანებით იკარგება, პეტრე პირველის პერიოდში ჩვენ ვიცით რომ პეტრე პირველი არის ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული ტიპის სამხედრო მმართველი, რომელიც სწორედ კორუფციას ებრძვის და ტექნოლოგიურ განახლებას ცდილობს. თუ კი ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან შევადარებთ, დავინახავთ რომ ივანე მრისხანეს მიერ დაშვებული შეცდომები კორუფციასთან მიმართებით, ეს შიდა წმენდასთან, შიდა ქაოსთან მიმართებით, ერთ-ერთი დამარცხების, ერთ-ერთი წამყვანი საფუძველი ხდება რუსეთში თითქმის ყველა შემდგომ ომში, რომელშიც რუსეთი დამარცხდება. ეს საკუთარ თავის ზედმეტი თვითრწმენა, უკიდურესი კორუფცია, შიდა დაპირისპირებები, ანუ ეს მე ხდება უკვე ერთგვარი ტენდენცია, რომელსაც რამდენჯერმე გაიმეორებს რუსეთი და ნახავს თუ რა მოხდება მას შემდეგ.